იცით, მე ვიტყოდი, რომ უნდა შეასრულოს და ჩვენ საზოგადოებამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მთავრობა მიცოდეს, რომ მას მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, თუ კი იგი ამას არ გააკეთებს. თვითონ ეს შესასრულებელი საქმე, რეკომენდაციები, რომლებიც არის გაწეული, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ადრე არ ჩანდა რეკომენდაციებში, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გასაკეთებელი საქმე და ისეთი საქმე ის ახლებიც და არსებულებს, რომლებიც სულ ამას ვამბობ ხოლმე, ევროკავშირი რომ არ არსებობდეს, მაინც რომ უნდა გააკეთოთ, უგინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდე. ამიტომ მე არ მაქვს პირადად მთავრობის მიმართ ნდობა, რომ ბევრჯერ გვინახავს, რომ რაღაცები არ გაუკეთებიათ, რაც უნდა გაეკეთებინოთ და ისედაც ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოება უნდა იყოს მზად განახორციელოს ეფექტური კონტროლი ხელისუფლებაზე და ეს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე იქნება, რაც უნდა ვაკეთოთ მომავალი წლის განმავლობაში. გუშინ კონფერენციის მიმდინარეობის დროს თქვენ განიხილეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენი თქმით საქართველოს ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად არის უმნიშვნელოვანესი. რა გადაწყვეტილებებზე არის საუბარი? მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს, შეიცვალოს და ნეგატიური ტენდენციები კიდე რაშიც გვაქვს, ისინი უნდა გამოსწორდეს, ხო? გასაგებია რომ არის არჩევნების წელი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები როგორ ჩაივლის. არა მარტო არჩევნების დღე და მის წინა 30 დღე, არამედ მთელი ის პერიოდი, როდესაც ადამიანები უკვე აი საარჩევნო ციკლში ხვდებიან ხოლმე პოლიტიკურად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი არჩევნებია ყველა, მაგრამ ამ არჩევნებზე ძალიან ისტორიული მნიშვნელობის მქონე საკითხები წყდება. საგარეო პოლიტიკურად აქ გვექნება რეალურად არჩევანი იმისკენ, საქართველოს ევროპისკენ მიდის თუ რჩება რაღაცა იმ ნაცრისფერ სივრცეში, შიგნით უფრო იმაზე საქართველოს იქნება თავისუფალი სახელმწიფო თუ იქნება ავტოკრატიული სახელმწიფო რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას მერე რაც იმედია 15-ში გვექნება პოზიტიური ოფიციალური საბოლოო დასტური ამაზე, დიდი იმედი მაქვს ამის. უნდა ვიცოდეთ, რომ მას მერე საქართველოს გადადის აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში. ანუ მერე უკვე ევროკავშირის სახელმწიფოები ჩვენ ისე კი არ გვაფასებენ როგორც სახელმწიფოს, რომელთანაც ევროკავშირს აქვს რაღაც ტიპის ორმხრივი ურთიერთობები. არა. უკვე გვაფასებენ იმ სტანდარტით, რომლითაც ისინი ერთმანეთსაც აფასებენ. ანუ როგორც პოტენციურ წევრს, რომელმაც ასევე რაღაც უნდა შემატოს ევროკავშირს და არა დააკლოს და ახალი თავსატკივარი გაუჩინოს. ხო, ამიტომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება უნდა გადავიდეს თვისებრივად ახალ ეტაპზე, უკეთეს ეტაპზე და ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება. აი ამისკენ უნდა მიემართოს ჩვენი პოლიტიკური ენერგია და ამაში ძალიან დიდი როლი ექნება იმას არჩევნები როგორ დაიწყება და როგორ დამთავრდება. არჩევნებზე რო გავაგრძელოთ საუბარი, მართლა რამდენიმე თვე რჩება, სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და თქვენ დაიწყეთ კამპანია, რომელიც ემსახურება მიზანს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ონლაინ მისცენ ხმა. თუმცა, როგორც ცესკო ამბობს, საქართველოს ხმის დათვლის აპარატები ინტერნეტის ქსელში არ არის ჩართული და შესაბამისად ისინი გამორიცხავენ მონაცემებზე წვდომას ან გარკვეულ კიბერ თავდასხმას. თუ საზღვარგარეთ მოქალაქეები უკვე ონლაინ მისცემენ ხმას, აი რა შეგიძლიათ გითხრათ ამ მხრივ? თქვენი ხედვა როგორი არის, კიბერუსაფრთხოება როგორი იქნება ამ მხრივ? ჯერტი დავიწყოთ იმით, რომ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ მთავრობამ აღიაროს, რომ პრობლემა გვაქვს. პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ 700.000-მდე ჩვენი კონსერვატიული დათვლებით 700.000 ამომრჩეველი ცხოვრობს საზღვარგარეთ. ეს არის ძალიან დიდი ციფრი და ახლობებით ამომრჩევლის 20-24% იქნება ამომრჩევლის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წილია. ხო, სულ რო 1% იყოს, მათაც უნდა გქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ძალიან დიდი ციფრია და მათი მონაწილეობის გარეშე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რეალურად ტარდება წარმომადგენლობითი არჩევნები. ანუ თავის მოტყუება იქნება და სხვებისაც. აქამდე ეს საკითხი რომ არ დამდგარა დღის წესრიგში ძალიან ცუდია. ჩვენ ვცდილობთ რომ შემოვიტანოთ ეს, რაც შეეხება ონლაინ საკითხს, რომ რისკები არსებობს ყველგან და ყველაფერში, არა მარტო არჩევნებში. მე შეიძლება დილით გამოვიდე არჩევნებზე ხმის მისაცემად და რაღაც მოხდეს ქუჩაში ისეთი არ ვიცი, ჩვენ გვინახავს არჩევნები, სადაც არანაირი ტექნოლოგია არ იყო და იყო ძალიან ცუდი არჩევნები, ხო, რაღაცა ძალადობა, დაშინება ადამიანების. ამიტომ
სახელმწიფო ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ რისკებით კი არ შეგვაშინოს. არამედ რისკები მოაგვაროს, აბა რასაკეთებს, რაში იღებენ ფულს, ხო? ამაში იღებენ ფულს სახელმწიფო იმისთვის გვაქვს, რომ ჩვენ კი არ გვითხრას როგორ მოიქცეთ, ისე მოიქცეს, როგორ ჩვენ ვეუბნებით მას და 700.000 ამომრჩევლის დატოვება არჩევნებში მონაწილეობის გარეშე არის დანაშაული ქართული დემოკრატიის მიმართ და ამიტომ სახელმწიფო უნდა თქვას, თუ მას არ მოწონს ის წინადადება, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, რომ ონლაინ გაკეთდეს ეს და აქვე ვიტყვი, რომ იმ რისკების დაზღვევა შესაძლებელია, რაზეც ისინი საუბრობენ, ჰაკერულ თავდასხმა CSGO სერვერზე შეიძლება, ხო? თეორიულად შეიძლება იუსტიციის სახლის სერვერებზე. მაგრამ ამის გამო იუსტიციის სახლი და ჩვენი სისტემა მთლიანად არ ამბობს უარს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტების ცირკულაციაზე ონლაინ შესაძლებლობებით. ხო, ამიტომ ეს არის უბრალოდ საბაბი იმისათვის, რომ თავიდან მოიცილო პრობლემა. რატომ პრობლემა? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი არჩევნების რეალურად და ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ აძლევენ ხმას და იქ ცხოვრობენ, მათ არ ეშინიათ ვიღაცა ქუჩის ბიჭების და ვიღაცების, ხო? ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, რომლებიც როგორც წესი მნიშვნელოვან როლს სამწუხაროდ ასრულებენ ხოლმე არჩევნებში. თუ ხელისუფლებას არ ეშინია თავისუფალი არჩევნების, მაშინ მან უნდა თქვას რა, მან უნდა თქვას, რომ ხედავთ, რომ არის პრობლემა, არ მოგწონს ონლაინ, მაგრამ ალტერნატივად გთავაზობთ ამას და ამას და წარმოადგინოს ვარიანტები, რომლებზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამას არ აკეთებს თავრობა, ის ამბობს, რომ არა ონლაინ არ გამოვა და ვისაც გინდათ ჩადით იმას დედაქალაქებში გახსნილ საელჩოებში და ეს ნიშნავს რას? 1000-ობით კილომეტრის გავლა ზოგჯერ, აი რა ვიცი, ტექსასში თუ ცხოვრობს ადამიანი, ვაშინგტონში უნდა ჩავიდეს და ამას რო გეუბნება ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში წამოიღეს, იმიტომ რომ დიდწილად იქ სიარული ეზარებოდათ და რო ეუბნებიან ემიგრანტებს, რომ იცი რა, შენ თუ გინდა ეხა არჩევნებში მონაწილეობა, გადაიხადე თვითმფრინავის ბილეთის ფული და გაფრინდი, ან მანქანითი არის 7 საათი მიეცი ხმა და მე დაბრუნდი. ეს ძალიან ცუდია რა. ამიტომ თუ ონლაინ არ მოწონს მთავრობას, მან უნდა თქვას რა არის უკეთესი მეორე ალტერნატივა ან მესამე ალტერნატივა. ან კომბინაცია ამების რა. 21 საუკუნეა საქართველო არის ლიდერი ელექტრონული მმართველობის საქმეებში. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმაში, რომ ჩვენი საჯარო სერვისები გაციფრულებულია, რა გვაქვს ამისი ინტელექტუალური, ტექნიკური შესაძლებლობები. CSGO სერვერები ერთ-ერთი საუკეთესო სერვერებია, რაც კი საქართველოში არსებობს და ბევრი ინვესტიციაა გაწეული მათ უსაფრთხოებაზე, ასე რომ ადამიანების შეშინება არ არის მთავრობის საქმე. მთავრობის საქმე არის პრობლემების მოგვარება და ემიგრანტების არჩევნებში არ მონაწილეობა არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი დემოკრატიისთვის. ევროინტეგრაციის საკითხსაც რომ დაუბრუნდეთ დღეს ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ 15 დეკემბერს დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებას. არის თუ არა ეს გარკვეულწილად საფრთხე საქართველოსთვისაც ევროინტეგრაციის გზაზე? კი, რა თქმა უნდა, საფრთხე არის, იმიტომ რომ მაინც მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩამორჩება სამწუხაროდ ამოვარდნილია ამ ტრიოდან, ხო, აღმოსავლეთ პარტნიორობის აი სამი ქვეყნის ტრიოდა მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, მაინც ევროკავშირი ამას უყურებს რეგიონულ ჭრილში გეოპოლიტიკურად და ბუნებრივია შეფერხებები ინტეგრაციის გზაზე არის ჩვენთვისაც პრობლემა და ეს იმიტომაც რომ მხოლოდ რა თქმა უნდა არც ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული და არც დღეისათვის არსებულ ევროკავშირის ლიდერებზე მხოლოდ და მხოლოდ. მომავალ წელს ბევრ ქვეყანაში არის არჩევნები, მათ შორის იქნება ევროპარლამენტის არჩევნები. აი მაგალითად ჰოლანდიაში აირჩიეს ყველაზე დიდი პარტია, რომელიც გავიდა არჩევნებში, ეს არის ულტრამემარჯვენე პარტია, რომელიც საერთოდ გამოდიოდა წინადადებით, რომ ევროკავშირიდან გამოსულიყო ჰოლანდია, რომელიც არის დამფუძნებელი წევრი ევროკავშირის, რომ არ გაგრძელებულიყო მხარდაჭერა უკრაინისთვის და სხვა და სხვა. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეხლა ისტორიული მომენტი, რომელიც ყოველთვის იქ არ იქნება. ამ მომენტში ჩვენ უნდა შევაბიჯოთ როგორც ერმა, რომელსაც გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული მთავრობას, ცალკე ოპოზიციასაც, სამოქალაქო სექტორს და მოქალაქეებს ყველას.
და დრო არ უნდა დავკარგოთ და აი ესეთი დაბრკოლებები, რომელსაც უფრო პრორუსულად განწყობილი ორბანი და სხვები აკეთებენ, შესაძლოა აი დრო დაგვაკარგინოს ჩვენც და ეგ სახიფათო ეხლა უნგრეთში რა მოხდება ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ჩვენი საქმე მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რა ვიცი, ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დავკარგოთ და ამ საქმეს არ გადაყვეს რაღაც პარტიებს შორის ბრძოლა და ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი კაცების ერთმანეთთან ჭიდაობას რა. აი ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის ყველასთვის. და ბოლოს გითხავთ, რამდენად არის თქვენი აზრით შესაძლებელი ის, რომ საქართველოს ამ 1 წლის განმავლობაში დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც ჩარჩენი მიიღეს კანდიდატის? ჩემი აზრით, მთავარი მუხრუჭი ამ გზაზე არის პოლიტიკა. და ის დიდწილად ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული რიტორიკა და გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენი მთავრობა იღებდა. იმიტომ რომ ჩვენ ბევრ რამეში საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს თავის დროზე მიღწეული, ჩვენ გვაქვს ცოდნა, შესაძლებლობები, რაც თავარია გვყავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა და შეუძლიათ საქმის კეთება გვყავს. კიდევ მიუხედავად ყველაფრისა, უკეთესი საჯარო სამსახური და ბევრ ეკონომიკურ თუ სხვა საკითხებში ბევრი რამ გვაქვს უკვე გაკეთებული. ამიტომ თუ იქნება პოლიტიკური ნება, ჩვენ არა მარტო დავეწევით მათ, არამედ შეგვიძლია უფრო მეტი პროგრესიც ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს ძალიან დიდი როლი. ჩვენი გზა, ჩვენი წილი სისხლი საკმაოდ დავღვარეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მათ შორის იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს თავისუფალი არჩევანი, ხო? მაგრამ ასევე უკრაინის დღევანდელი ბრძოლა ჩვენ აი ამ შესაძლებლობების პანჯარას ასევე გვინარჩუნებს კიდევ და ამათ თავისი ჰეროიკული წვლილი აქვს ამ საქმეში, მაგრამ სხვა მხრივ ჩვენ ძალიან სწრაფი პროგრესი შეგვიძლია თუ გადავწყვეტ ასე. და რამდენად იქნება ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხალხის ჩართულობა აუცილებელი? ხალხის გარეშე არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ თუ საზოგადოება არ იქნება აქტიური, თუ საზოგადოება არ მოიქცევა როგორც სამოქალაქო საზოგადოება და იქნება პასიური დამკვირვებელი, მაშინ საქართველოს აღმოჩნდება აი დაახლოებით არა ძალიან რთული იქნება შედარება, ეხა აი თურქეთს ვერ შევადარებთ მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და რაღაც სხვა შესაძლებლობები, მაგრამ აი ჩამორჩენილი ღარიბი ავტოკრატია. შეიძლება დავრჩეთ, იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსი ბევრ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ უბრალოდ გაჩერდეს აქ და წინ ვეღარ წავიდეს, ხო? და აი დავრჩეთ ესე, აი ამ რაღაც ნაცრისფერ ზონაში კი ვართ კანდიდატი, მაგრამ ქვეყანა წინ ვერ მიდის, იმიტომ რომ მართლობა პოლიტიკა არ იცვლება. ჩვენ არ გვაქვს ეხა ემხელა ეკონომიკური დოვლათი, რომ ჩვენ რაღაცებით გავმდიდრდეთ სხვანაირად. ჩვენი განვითარების წყარო არის დემოკრატია, თავისუფლება და საქართველოს მოსახლეობის ნიჭი. განსაკუთრებით ახალი ნიჭიერი თაობის შესაძლებლობები, რომელსაც შეუძლია გააფრინოს ეს ქვეყანა წინ და ამას ვიღაცა პოლიტიკოსებმა, ვინც არ უნდა იყვნენ, ეს ხელი ვერ უნდა შეუშალოს და ეგ არის სამოქალაქო საზოგადოების, უნდა ვიყოთ ფრთხილად და არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენი აზრის გამოთქმის, თუ საჭიროა პროტესტის, თუ საჭიროა წერილის დაწერის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებზე მისვლით. არჩევნებზე მისვლა არის მთავარი მოვალეობა ახლა.